აკნე და მისი გამომწვევი მიზეზები თემაზე სასაუბროთ შემოგვიერთდა ექიმი დერმატოლოგი ქალბატონი მაია დათვაში. დილამშვიდობისა ქალბატონი მაია, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. ვიდრე გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბრებდეთ, ბუნებრივია პირველ რიგში რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს. ამ პრობლემაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, ბევრიც სმენია ჩვენს მაყურებელს საზოგადოებას, თუმცა რას ნიშნავს კონკრეტულად რომ გავმარტოთ აკნე და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბრებთ. აკნე, ქართულად ჩვეულებრივი ფერი მჭამელა, ასე ქვია. ეს არის კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც იწყება გარდატეხის ასაკში და ამ პერიოდის გავლის შემდეგ ნელ-ნელა მილევადი ხდება. თუმცა შეიძლება უფრო მოგვიანებით ასაკშიც წარმოიქმნას და ასევე ისიც ქრონიკულად მიმდინარე პროცესი არის. სხვა ასაკშიც ხდება, ხო, არა მხოლოდ გარდატეხის პერიოდში. კი ბატონო, უკვე ზრდასრულ ადამიანებშიც ხდება. ვიზუალურად რა გამოვლინება აქვს? პრინციპში ეს მე მგონი ყოველთვის ნაცნობი სიტუაცია არის მეტნაკლებად. მაგრამ აი რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს, თუ კი ადამიანი არ მივა ექიმთან, სპეციალისტს არ ჩართავს ასეთი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში. როდესაც გარდატეხის ასაკში ვითარდება, შემდეგ როგორც გითხარით, ძირითადში თვით უკუ განვითარებადია ხოლმე, მაგრამ თუ მიმდინარეობს საშუალო და მძიმე ფორმით, ეს დამოკიდებულია ხოლმე სიმძიმის ხარისხზე, შეიძლება დაადგეს უკვე ის პერიოდი, რომ გადავედით გარდატეხის ასაკიდან, მაგრამ ეს დაავადება რჩება, არ ალაგდა და შემდეგ უკვე პერმანენტულ ხასიათს და მთელი ცხოვრება გასტანს. შესაბამისად, მოლოდინის რეჟიმში ყოფნა უკვე არასწორი მიდგომა არის და მშობლებს ამ შემთხვევაში ვთხოვთ ხოლმე რომ შეიძლება 1-2 წერტილის გამო არ გადაწყვიტონ რომ მოიყვანონ ბავშვი დერმატოლოგთან, მაგრამ თუ მრავლობითია გამონაყარი და ესეთი ინტენსიური არის ნათელი პერიოდები ნაკლები აქვს, რასაკვირველია უნდა. დიახ, სხვა შეიძლება ვიზუალურ მხარეზეც რამდენიმე სიტყვით რომ თქვა სხვადასხვანაირად ვლინდება მაინც, ხო? ჩემი დაკვირვებით და თქვენ როგორც სპეციალისტი გვეტყვით. აი სებორეა თქვა და აკნე თუ არის ერთიგივე თუ განსხვავებული მდგომარეობა, ის შავი წერტილები ვთქვათ, რომელიც აღიზიანებთ ხოლმე გარდატეხის პერიოდში მყოფ ადამიანებს და ვთქვათ ზოგადად ყველას ნებისმიერ შეიძლება, ასევე ის მეორე რაც ვთქვათ ფერიმჭამელა, რაც თქვით, ცოტა სხვანაირი ვიზუალური გამოვლინება აქვს. აი რომ გესაუბროთ ამ თემაზე, აი ზოგჯერ იწვალებენ ხოლმე თვითონ თვითდაზიანებას იყენებენ მექანიკურად ბავშვი ახალგაზრდები, მოზარდები და აი ესეც რა სირთულეებს ქმნის. სებორეული დერმატიტი თავის სებორეა სხვადასხვა ფორმებით არის. განსხვავებული დაავადება არის, დამოუკიდებელი დაავადება. ეს არის კანის ცხიმოვანი ჯირკვლის დისფუნქცია. თუმცა ეს კანის ცხიმოვანი ჯირკვლის დისფუნქცია ასევე მონაწილეობს აკნეს, ანუ ჩვეულებრივი ფერიმჭამელას განვითარებაში. ზოგ შემთხვევაში თანხვედრი არიან, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. გამშვები მექანიზმი ამ ორივე შემთხვევაში არის ის ჰორმონული ბალანსი, რომელიც ფიზიოლოგიურად დგება კონკრეტული ასაკიდან, ეს დაახლოებით 11-12 წლის ასაკიდან იწყება და როგორც წესი მთავრდება 19-20 წლის ასაკისთვის. გოგონებში უფრო ადრე იწყება, ადრე მთავრდება, ბიჭებში უფრო მოგვიანებით იწყება და შედარებით გვიანაც მთავრდება, შეიძლება ვთქვათ, რომ სადღაც 20-25 წლის ასაკში. კვებასთან თუ არის რამენაირად დაკავშირებული? კვებასთან ასოცირებული დაავადება ნაკლებად არის, თუმცა არის მდგომარეობა ეგრეთ წოდებული ინსულინ რეზისტენტობა, როდესაც რძის პროდუქტის აუტანლობა არის ხოლმე და ამ შემთხვევაში ვაძლევთ მაინც ლაქტოზაზე არის ზოგადად რძის პროდუქტის და რეკომენდაცია ეძლევათ რომ მოერიდონ რძის პროდუქტს. არის ესეთი შემთხვევა, ხშირად მაინც ამბობენ ხოლმე რომ აი მე როდესაც ცოტა დიეტაზე გადავდივარ, უკეთეს მდგომარეობაში ვარ, აქ ცოტა უნდა დაუკვირდეთ, შეიძლება კვებითი ალერგენები იყოს დამნაშავე და იგივე თხილი მივირთვით და გვაყრის. დამოუკიდებლად იმისა გვაქვს თუ არა აკნე და თუ აკნე გვაქვს, აკნე უფრო მწვავდება. ამიტომ ამ ადამიანს აქვს ასოცირებული, რომ აი აკნე არის კვებასთან დაკავშირებული. დიახ, აი სიმწვავეში გართულებებში რა იგულისხმება, რა სერიოზულ პრობლემამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, შეგვიძლია თუ რამაზე ვისაუბროთ. აკნე არ არის კლასიკური ინფექციური დაავადება, მაგრამ თქვენ შეგიმჩნევიათ რა ჩირქოვანი გამონაყარი თან ახლავს ხოლმე. ერთ-ერთი ესეთი გართულებაა, რომ ეს თვითონ
გამომწვევი ინფექციური აგენტიც რაღაც უფრო კანთებას იწვევს მძაფრად და მსხვილი კერები ჩნდება. ეს გარკვეულწილად გართულება კი არ არის, მძიმე მიმდინარეობა არის და სწორედ თუ საშუალო სიმძიმეს არ უნკუნალეთ დროულად შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს მსხვილი კვანძები. ერთ-ერთი გართულება ის არის და შემდეგ უკვე განვითარების დროს ტოვებს ნაწიბურს. ეს უკვე დამოუკიდებელი პრობლემა არის, რომელიც შეიძლება საკმაოდ ძნელად მოგვარებადი იყოს. რამე თუ ნაწიბურის ალაგების პრობლემა პრაქტიკულად არ არის ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი. შეიძლება გავაუმჯობესოთ, მაგრამ ბოლომდე ვერ გავაქროთ. ქალბატონო მარია, აი თვითმკურნალობაზე მინდა რომ მკითხოთ, იმიტომ რომ აი სოციალურ ქსელშიც არის ხოლმე ხშირად სვამენ შეკითხვას, რომ აი მე აკანე მაქვს, თქვა ეს პრობლემა მაქვს და რითი შემიძლია რომ ვიმკურნალო და რაღაც იქვე არის მე პასუხები, რა თქმა უნდა, არა პროფესიონალებისგან და არა ექიმებისგან და ეს პირიქით რამდენად შეიძლება უფრო გახდეს გამომწვავებელი ამ დაავადების და მკურნალობის მაგივრად შეიძლება უფრო გართულდეს სიტუაცია. იცით რა არის ახლა გვინდა არ გვინდა სოციალური ქსელების სამყაროში ვცხოვრობთ. ამას აქვს თავისი დადებითი და ზოგჯერ უარყოფითი შედეგიც. შესაბამისად, რომელი სოციალური ქსელიდან იკითხა, ვინ გასცა პასუხი, იმის და მიხედვით კორექტულია ან არაკორექტულია პასუხი და რასაკვირველია რისკი იმისა, რომ არასწორი დანიშნულება მისცენ, უბრალოდ რჩება თუ დანიშნულებაზე მიდის საქმე, ალბათ ეს უკვე ექიმის მხრიდან მომდინარეობს. ასე რომ შეიძლება მიუყვეთ სოციალური ქსელის რჩევებს უფრო კანის მოვლის საქმეში. თუ მაინც არ მოგვიდგა ძალიანაც ალბათ არ დააშავებს, მაგრამ უკვე როდესაც მედიკამენტებზე მიდის რჩევა, იქ ვიყოთ ფრთხილად. ქავილი თუ ახასიათებს აკნეს საინტერესოა თქვენ ალერგია ახსენეთ და როგორ შეიძლება რომ განასხვავოს ადამიანმა აკნე და ალერგია ერთმანეთისგან. ალერგია მაინც უფრო მოკლე პერიოდის ამბავია ხოლმე, როგორც წესი. და აკნე მომდინარეობს ნელა, შემოიპარება, ვითარდება ნელა, გოგონებში გარკვეულ პროცესებთან არის ხოლმე ასოცირებული, ისე რომ ეს უფრო ადვილად საცნობია. ალერგია უცბად დავიძინეთ, გავიღუცეთ, შეიძლება რაღაცაზე და გვაქვს გამონაყარი. ნუ თუ სახეზე არის, რასაკვირველია, შეიძლება რაღაც მომენტში გააჩნია, როგორი გამონაყარი არის, თუმცა როგორც წესი სხვანაირი არის გამონაყარი ალერგიის, თან როგორც წესი ახლავს ქავილი. აკნესთვის ქავილი იშვიათ შემთხვევაში არის დამახასიათებელი. არის რაღაც გარკვეული უფრო მენტალური მდგომარეობები ხოლმე, როდესაც იწვალებენ სახეს და ექსკორიაციული აკნე, ანუ ქავილის შედეგად განვითარებული არის აკნეს მაგვარი გამონაყარი ხოლმე. აი თქვენ მენტალური პრობლემები ახსენეთ, აი მოზარდობის პერიოდში ძალიან უშლით ეს გამონაყარი ხელს და რაღაც ფსიქოლოგიურ პრობლემებამდეც მიდიან მოზარდები, იმიტომ რომ თქვათ ვიზუალს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით და ანიჭებენ ამ დროს და ზოგადად ადამიანი ანიჭებს ხო მაინც გარკვეულ მნიშვნელობას და კარგად უნდა რომ გამოიყურებოდეს. ამიტომ ეს ქმნის დიდ პრობლემას ამ კუთხით. რა მეთოდები არსებობს თანამედროვე მედიცინაში, ვთქვათ იმისთვის, რომ აი მოზარდობის პერიოდში ვისაც ეს საკითხი მწვავედ უდგას, შედარებით შეუმსუბუქდეს. ერთი არის, რომ თვითონ პიროვნებაზე არის დამოკიდებული, თუ როგორი თვითშეფასება აქვს. არის ადამიანი, რომელიც ერთი წერტილის გამო ძალიან შფოთავს და ხელავს და არის ადამიანი, რომელსაც აქვს ის მძიმე ფორმის აკნე და არა დარდებს. და არის ხოლმე შემთხვევა, რომ შობილს მოყავს, შობილს უფრო ადარდებს ხოლმე და ზის ესე ნეიტრალური სახით ექიმთან მიღებაზე და შობილი ისმენს ამ დანიშნულებას. მაგრამ რასაკვირველია, აკნე უპირატესად ღია ადგილზე ვითარდება, ხო, სახეზე, გულმკერდის მიდამოს, თუ ხას აფხულია, ზურგზეც არის, ხო, ზურგის ფორმის დროს უფრო ნაკლებად ღელავენ რასაკვირველია, მაგრამ სახეზე ღელვა უფრო მეტად არის გამოხატული. რასაკვირველია, პირველ რიგში უნდა შევეცადოთ, რომ კარგად ვუმკურნალოთ, არ უნდა მივცეთ იმის იმედი, რომ უცბად გაუვლის, მით უმეტეს ქართლ-ტეხის სასახლეში მყოფ ადამიანს შეუმსუბუქებ მდგომარეობას, მაგრამ შეუძლებელი იქნება გარკვეული პერიოდი, რომ სრულად გადავწყვეტოთ ეს პრობლემა. ეს უნდა აუხსნათ კარგად პაციენტს, მის მშობელს რასაკვირველია და ამის მიხედვით ფსიქოლოგიურად უკვე მომზადებულია და რაღაცა ის პატარა ძვრები
დადებითი რაც მოხდება მკურნალობის პერიოდში, უკვე პოზიტიურად იქნება აღქმული და შესაბამისად ის მზაობა მოგვეხმარება, რომ რაღაც გარკვეული სტრესის გარეშე გავიაროთ. და თუ ეს რაღაც ისეთ სახესხებულობს, რასაკვირველია, ფსიქოლოგის დახმარება, იგივე ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოზარდებში ჩვენ კარგად ვიცით, რომ გავიდა სკოლაში არის მეგობრებში ზოგჯერ რაღაცა ესეთი ფრაზა შეიძლება გაიგოს მისი მიმართულებით, რომ არც ამონებს და რასაკვირველია, ამ ყველაფრის მიმართ ძალიან ღელავს და რასაკვირველია ბავშვისთვის შეფასების ამაღლება, ოჯახი რასაკვირველია და თუ საჭიროა უკვე სპეციალისტის ჩართვა. კოსმეტოლოგის ჩართულობას რამდენად უწევთ რეკომენდაციას და რამდენად კომპლექსური სამკურნალო არის ეს ხშირ შემთხვევაში სწორ მიდგომის დროს ძალიანაც კარგია და გარკვეულწილად გვეხმარება. კომბინაციური თერაპია ყოველთვის კარგი არის. ადრე ცოტა ისეთი უხეში ვერ ვიტყვი, მაგრამ აგრესიული მეთოდები იყო, იგივე საოფისე თერაპიის და პატარა ასაკში განსაკუთრებით ვერ იდებოდით. ეხლა დაიხვეწა, მასალა უკეთესი არის, მიდგომები უფრო სწორია, დამზოგველია და თუ საჭიროა, სადღაც 12-13 წლის ასაკშიც შეიძლება მოხდეს რაღაცა კომბინაცია. თუმცა პირველ რიგში ველოდებით სახლის თერაპია როგორ გამოყვება და ყოველ პაციენტს რასაკვირველია ინდივიდუალური მიდგომა საჭირო. პირველ ვიზიტზე განსაკუთრებით გრძელია ხოლმე პირველი ვიზიტი, სანამ ამ ყველაფერს გაიგებს ეს ადამიანი მოზარდი თუ მისი მშობელი. არის შემთხვევა, როდესაც აკნე გარდატეხის ასაკში არც ქონია და უვითარდებათ მოგვიანებით. ქალბატონებში შეიძლება იყოს 39-40 წლის ასაკში შეიძლება განვითარდეს და მოგვიანებითი აკნე ქვია. სხვათა შორის უფრო საფრთხილო არის ხოლმე ეს და შეიძლება იყოს რაღაცა დაავადებასთან ასოცირებული ხოლმე. გარდატეხის ასაკში ესე რუტინულად გამოკვლევა არ ხდება თუ რაღაცა კონკრეტული პროცესები არ არის დარღვეული და არ არის გამოვლენილი სხვა ნიშნები და თუ არის დარღვევა, მსუბუქი დარღვევის დროს აქ გოგონებში გინეკოლოგი ერთვება და უპირატეს შემთხვევაში ელოდებიან მაინც რომ გადავიდეს ეს პერიოდი თუ მსუბუქად არის გამოვლენილი. რასაკვირველია, მაინც ვართ დამოკიდებული ამ ჰორმონულ პროცესებზე. ისე რა ძალიან საინტერესოა, რატომ ხდება ისე რომ ზოგიერთ მოზარდს მართლა შეიძლება ერთი წერტილი კონდეს და ისე გადაატაროს გარდატეხის პერიოდი და ზოგ ძალიან უმწვავდება. აი ეს რაზე არის დამოკიდებული? თვითონ ეს რაც გამშვები მექანიზმი არის, იქ მოპასუხი არის კანის კონკრეტული რეცეპტორები. როგორ მოხდა ეს პასუხი, ცოტა ინდივიდუალური არის, როგორი არის თვითონ ეს ჰორმონის ინტენსივობა. შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში, მაგრამ ცოტა მაღალი იყოს მაინც, ანუ ნორმის ზედაზღვარი იყოს, რომელსაც უფრო მძაფრად აღიქვავს ეს კონკრეტული კანის რეცეპტორი, რომელიც მერე უკვე ის გამშვები მექანიზმი ხდება, რომ კანზე განვითარდეს ეს კონკრეტული დაავადება. დიახ, ანუ თქვენთან მოსულ პაციენტს ჯერ კვლევები უტარდება, ხო? ბუნებრივია და მხოლოდ ზედაპირული გარდატეხის ასაკში, როდესაც მოდის და რაღაცა კონკრეტული გამოკითხვის შედეგად არ ჩანს ესეთი გამოკვეთილი დარღვევა, შეიძლება პირველი ვეჯერზე არ დაუნიშნოთ გამოკვლევები, თუმცა თუ მე უკვე რეზისტენტული ფორმა ნიშნავთ გამოკვლევებსაც. დიახ, და ჩვენი საუბრის ბოლოს რჩევები რომ მოგცეთ და მისცეთ მოზარდებს განსაკუთრებით, ვისაც აწუხებს ეს პრობლემა უფრო მეტად, აი ახლა ამ სეზონზე, თქო, სეზონურობა თქვენ ბრძანეთ რომ არ ახასიათებს ამ დაავადებას როგორც ალერგიას, თუმცა შეიძლება რაღაცა პერიოდი მაინც იყოს, ხო, უფრო მეტად გამომწვავებელი. როგორც წესი, მაინც ზაფხულისკენ უკეთესად არის ხოლმე. მზე უხდება? მზე უხდება განსაკუთრებით ზურგის ფორმას ხოლმე. სახეზე ერთიც არის რომ რუჯი ნიღბავს. ცოტა აუმჯობესებს მზის და ზღვის კომბინაცია, ცოტა ზომიერად საკურველია. აუმჯობესებს ხოლმე და პლუს რუჯი ნიღბავს. გასაგებია, დიახ. ხო, და რჩევებს, ხო, კანის ტიპზე არის დამოკიდებული, თუ მზის მიმართ მგრძნობი არის კანი, იქ პირიქით მზის დამცავი ჭირდება და ზაფხულში შეიძლება აკნე გაუმწვავდეს. თუ არა და ზომიერად შეგვიძლია მივიღოთ, თუ მაინც სოციალურ ქსელებს ვუსმენთ, უფრო კანის მოვლის რჩევებში მივდიოთ, ისიც ფრთხილად უნდა მივდიოთ და გააჩნია ვინ წეს, ხო, ბუნებრივია. რასაკვირველია და კანის მოვლის აქვს კიდე განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ
იმიტომ რომ აკნე ქრონიკული დაავადება მუდმივად, დიდი ხნის პერიოდში 4 წელი, 5 წელი ვერ ვიქნებით მუდმივად წამალზე და სწორად შერჩულ კანის მოვლის საშუალებებსაც აქვს აგრეთვე პრინციპალური მნიშვნელობა. არ შემიძლია. კბილის პასტას, ესე იგი, ძალიან ხშირად ბლოგერები სახეზე ისვამენ და გვიმტკიცებენ რომ ეს არის ძალიან კარგი და ჩვენ სახეს ეს ძალიან მოუხდება ჩვენს კანს. ჩვენ რა სიტყვით ამ? არა რა საკურველი, იმიტომ რომ ესეთი კომპონენტები შეიძლება რაღაცა ერთი კონკრეტული კომპონენტი შედის, რომელიც აგრეთვე შედის აკნეს სამკურნალო, მაგრამ სხვა დანარჩენი რაც შედის კბილის პასტაში ის თან არომატიზატორებს შეიცავს ისინი არანაირად. არ ვიცი ხა ვინ გადაიტანა მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან საფრთხე. მაინც მოვერიდოთ ხო? ასეთ ძალიან დიდი მადლობა ბრძანებისთვის, საინტერესო რჩევებისთვის, დაგმშვიდობებით ხელბატონო მაია. შევახსენებ მაყურებელს, ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ექიმი დერმატოლოგი მაია დათვაშვილი.